Ცოტახნის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება მიუტანეს ხობში შუშანა მაცაბერიძეს, როგორც ჩანს პრაქტიკა, როგორ ამოვიღოთ 5000 ლარიანი გადაგროვილი ჯარიმები, გრძელდება ხელისუფლების ხრიკი მის სახელზე არ გაფორმებულ სახლში, უნდა აღწერონ სარეცხი მანქანიდან დაწყებული ყველანივთი დასრულებული და ასე აპირებს რეჟიმი ამოიღოს თანხა, რომელსაც პროტესტის ნიშნად არიხდის არც ერთი სამოქალაქო აქტივისტი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. შუშანა მაცაბერიძე კოალიციაცილებისთვის წევრი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. შუშანა, მოგესალმებით. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახლი არის ხობში, რომელიც თქვენ სახელზე არ არის გაფორმებული საერთოდ და იქიდან აპირებენ ამოიღონ ნივთები, რომლითაც გაიძულებენ დაფარონ ჯარიმების თანხა. დაფაროთ. მოგესალმებით, მადლობა სოფლო. არა თუ ჩემს სახელზე არ არის სახლი გაფორმებული, საერთოდ არც კი ვარ ჩაწერილი ამ სახლში და ესეთი კომიკური ამბავი არის და ცდილობენ რომ ამით დააშინონ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც არ გაჩერდნენ არც ერთი წამით, უკან არ დაიხიეს და იბრძვიან საქართველოს გათავისუფლებისთვის. რაც შეეხება რას ამოიღებენ, რას ჩათვლიან საჭიროდ, კაცმა არ იცის რა დატრიალდება მაგათ თავში. ეს არის ერთგვარი შეტყობინება გაფრთხილების სახით, რომ თუ არ გადავიხდი ამ ჯარიმას რამდენიმე დღის ვადაში, მე მგონი 2 თუ 3 დღე ეწერა, არ მახსოვს ზუსტად, ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და იძულებითი აღსრულების ღონისძიება ჩაატარონ. რა ტექნიკას ჩათვლიან საჭიროდ რომ წაიღონ, კაცმა არ იცის, მაგრამ რეალურად და გულწრფელად რომ თქვა, 3 წლის წინ, როდესაც თქვი უარი რომ ამ რეჟიმს არ გადავხდი არანაირ ჯარიმას, იმიტომ რომ ესენი არიან რუსები და რუსებთან არანაირი თანამშრომლობა და არანაირი აღიარება არ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რისთვისაც უკვე ახლა უწყვეტად 300 დღეზე მეტია იბრძვის ქართველი ხალხი. ჩვენ არ ვეგუებით ამ რეჟიმს, არ ვეთანამშრომლობთ, არ ვაღიარებთ და ყველაფერს უარყოფთ, რამაც შეიძლება რომ მათ ლეგიტიმაციის მინიჭებაში, ესე ვთქვათ, ქულები ჩააწერინოს და რამაც შესაძლებლობა გამოიყენონ ქართულმა ოცნებამ ამ სახით. კი ბატონო, აქ საუბარია შუშანა იმაზე, რომ თქვენ მეორე ხართ, ნათია ლეთოდიანი იყო პირველი, ვისაც მსგავსი მეთოდით თანხის ამოღებით დაემუქრნენ, ხომ? ნათიას შემთხვევაში ნათია დევნილია, მამამისმა ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე 20 ივნისს ცნობილ ღამეს, გავრილოვის ღამეს და სახლი, საიდანაც ისინი აპირებენ ამ ნივთების ამოღებას, საერთოდ ბებიამისის სახელზეა და იქაც დევნილობას შეაფარეს თავი, ასე ვთქვათ, დევნილობის შემდგომ ამ ოჯახმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ამ საქმის, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის პრაქტიკა, რომ ასე ცდილობენ რაღაცნაირად ფულის მიღებას თუ სხვების დაშინებას. მიზანი რა შეიძლება იყოს ამის? მე არ მგონია რომ მათი მიზანი არის ფულის ამოღება. მათი მიზანი აშკარად არის, რომ აქტიური მოქალაქეები გააჩერონ, სახლში დასვან და რაღაცნაირად მათ შეძლონ ან კომფორტის მორგება, ან უბრალოდ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მიიღონ, რომელიც რეალურად არ გააჩნიათ და ეს მათთვის ძალიან დიდი საფრთხე არის და მათთვის ძალიან დიდი წუხილი არის. საერთაშორისო დონეზე სრული იზოლირება არის ამ ეტაპზე ქართული ოცნების, ადგილობრივ დონეზეც არავინ მათ არ აღიარებს, არავინ მათ არ ელაპარაკება, რაღაც კანონებს წერენ და გონიათ რომ ეს არის კანონი და ამას აღასრულებენ ქვეყნის მოქალაქეები. რეალურად კი ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გარანტირებული გვაქვს კონსტიტუციით და მათ მიერ რაღაც დაწერილ კანონებს ჩვენ არ ვაღიარებთ და არც ვაპირებთ რომ ოდესმე ვაღიაროთ. ნათია ლეთოდიანის შემთხვევაში სულმა წასძლიათ, ესე ვთქვათ, და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე პირდაპირ მივიდნენ. და ეს პრაქტიკა ეხლა ინერგება და ჩვენ ეხლა ვიგებთ რა არის, როგორ აკეთებენ და როგორ შეიძლება რომ გააკეთონ ეს ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში გამოიყენეს ეს გაფრთხილება შეტყობინების სახით მოიწერეს და ნათიას ოჯახის შემთხვევაში ეს არის ძალიან სიმბოლური ამბავი, იმიტომ რომ ოჯახი არის დევნილი, ნათიას მამამ თვალი დაკარგა აფხაზეთის ომში და შემდეგ აქ 20 ივნისს რუსებმა დააკარგინეს მეორე თვალიც. ეს სახლი ეკუთვნის ბებიას, ანუ არც ნათიას დედას არ ეკუთვნის. ბებია და ბაბუის სახლი არის, რომლებიც დევნილობის დროს თავის შეაფარეს
რუსთავში ამბინას და ცხოვრობდნენ მან და დღეს აპირებენ რომ მეორედ წაართვან საკუთარი ნივთები ოჯახს და მეორედ განაცდევინონ ის საშინელება, რაც გამოიარეს 32 წლის წინ ამ ოჯახმა. კი ბატონო. თუმცა ჩვენ ნახეთ ნათიას პასუხიც და ნახეთ მისი ოჯახის პასუხიც, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სად ვართ, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რისთვის ვიბრძვით და შეუძლებელია რაიმე მეთოდით, რაც არ უნდა მოიგონონ. ეს ხო ახალი არის და ეხლა რა არის. ამის მე კიდეც რაც არ უნდა მოიგონოს, შეუძლებელი არის რამე ჩვენ გაგვაჩეროს და ერთ ცოტა სასაცილო ფაქტს ვიტყვი ჩემთვის სასაცილოს, რომ 3 წლის წინ, როდესაც ესე თქვა დაიწყო ჩემი ჯარიმების აღრიცხვა, იქამდე არის უკვე ასული, რომ არ ვიცი, ჩემ სახლში კი არა, ჩემი გვერდითა მეზობლების სახლშიც რომ შევიდნენ, მაგიღრებულების ტექნიკას ფიზიკურად ვერ ამოიღებდნენ. ამდენი სარეცხი მანქანა სამეზობლოშიც არ მოიპოვება, მოკლედ. დიდი მადლობა შუშანა მაცაბერიძეს, ეს იყო მეთოდი, რომელიც პრაქტიკად აქცია ფაქტობრივად ცდილობს, რომ აქციოს რეჟიმმა